90-იან წლებში თბილისის კორპორაციულ მშენებლობებში მონაწილე პირები ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებთან ერთად ფინანსთა სამინისტროს წინ შეიკრიბნენ. ისინი მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ ან მათი ბინების დასრულება უზრუნველყოს, ან მათ მიერ წლების განმავლობაში გადახდილი თანხა აუნაზღაუროს. ამ საკითხზე ქრისტიან-დემოკრატებმა პეტიცია შეიმუშავეს, რომელიც ფინანსთა სამინისტროს წარუდგინეს. ადეკვატური ხდება ხოლმე პრობლემასთან მიმართებაში ყოველდღიურ რეჟიმში და იმედია 4 წლის თავზე არჩევნების პრობლემა სწორედ უკავშირდება იმას, რომ ფინანსთა სამინისტრომ ვერადავერ დააყენა საშველი იმ პრობლემის მოგვარებას, სადაც ქვია შეიმუშავოს სპეციალური წესი, რომლის მიხედვითაც კოოპერატიული ბინავჩენებლობით დაზარალებული ადამიანების დაკმაყოფილება დაიწყება ეტაპობრივად. სახელმწიფომ 90-იან წლებში აღიარა მათ წინაშე დავალიანება, მიუხედავად ამისა ფინანსთა სამინისტრო არ ასრულებს მთავრობის დადგენილებას და ვერ მოხდა იმ წესების შედგენა და საბოლოო დადგენა, რომლის მიხედვითაც უნდა დაიწყოს სახელმწიფომ კოოპერატიული ბინავჩენებლობით დაზარალებულთა ვალის გასტუმრება. ვითხოვთ, რომ როგორმე კეთილინება გამოყოს ამ მთავრობამ და როგორმე დააკმაყოფილოს ეს ხალხი. არის ბინა ფინანსთა სამინისტროსთან, იმიტომ ვითხოვთ, რომ დასამთავრებელი არის კორპუსები. შენერ ზოგ 3 სართული არის მარტო დასამთავრებელი